სამომშვიდობისა პატრიციული ტელემაყურებლებო. დღეს თქვენ წინაშე წარსდგება სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭო და ვისაუბრებთ მიმდინარე მოვლენებზე, რაც საქართველოში ხდება და იმასთან დაკავშირებით რას აპირებს სახალხო კრება, ამასთან ყველაფერ აი ამ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში შეიქმნა, ჩვენ სამომავლო გეგმებზე გესაუბრებით უახლოეს და შემდეგში პერსპექტივაში. და ალბათ გადაცემის მეორე ნახევრიდან ზარებზეც გიპასუხებთ. ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი ნონა, სახალხო კრების თავმჯდომარე, ბატონი სოსო ჯაჭულიანი, რომელიც გახდა სახალხო კრების დარბაზის სპიკერი და სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ეს საეთერო დრო დაგვითმო დემოკრატიულმა მოძრაობამ, ისთვისაც დიდი მადლობა მათ. უამრავი საკითხები არის, ძალიან ცოტა დრო არის და იმის გამო, რომ სახალხო კრება შეზღუდული აქვს პირდაპირ ეთერი სხვადასხვა მედია საშუალებებით, ამიტომ გვინდა რომ ყველაფერზე გესაუბროთ და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ამოვწუროთ ის ინტერესი, რაც სახალხო კრების მიმართ აქვს მოსახლეობას, მაგრამ თავარი და უმთავრესი 31 მაისი არის ხვალ, ორი მნიშვნელოვანი ამბავი არის, ესე იგი ბათუმში მოგეხსენებათ ხვალ დიდი მიტინგი იმართება, სადაც სახალხო კრება იქნება წარმოდგენილი ძალიან დიდი შემადგენლობით, მაგრამ პირველი, რითაც გვინდა ჩვენი შეხვედრა დავიწყოთ, არის ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორთან დაკავშირებით, რომ 21 წლის წინ 31 მარტს გამოქვეყნდა რეფერენდუმის შედეგები, რის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პარლამენტმა უზენაესმა საბჭომ 9 აპრილს გამოაცხადა დამოუკიდებლობა საქართველოსი. რატომღაც ეს ფაქტი ყურადღების გარეთ არის დარჩენილი, არავინ ამაზე აღარ საუბრობს და ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის პირველი ნაბიჯი. ამასთან დაკავშირებით მინდა ბატონ ელიზბარს მივმართო და გთხოვთ ბატონ ელიზბარ ისაუბროთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ხვალ მართლაც დიდად მნიშვნელოვანი დღე გახლავთ საქართველოს ისტორიაში, რამე თუ 31 მარტს სრულიად საქართველო და საქართველოს მოსახლეობა მაშინ არ იყო დანაწევრებული საქართველო, აფხაზმა, ოსმა, რუსმა, ქურთმა, აზერბაიჯანელმა, სომეხმა და მისით ყველამ ერთმად დაახლოებით 80 როგორც გაუწყებდნენ 97% საქართველოს მოსახლეობისა ხმამისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და ამის შედეგად 9 აპრილს გამოცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. რატომღაც არა, მე მგონი ეს გეგმა ზომიერად და მიზანმიმართულად ხდება ამ დღის მივიწყება და ძალიან ხშირად სხვათა შორის ხშირად კი არა ამ ბოლო დროს და ხაზგასმით 26 მაისს აცხადებენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ამით ცდილობენ ამ ჩვენ უახლოეს წარსულს ხაზი გადაუსვან. 26 მაისი მოგეხსენებათ, ეს იყო პერიოდი 1000 მე მახსოვს კიდევაც ახლა დროც და ეს იყო 18 წლის 26 მაისი 4 საათზე და 45 წუთზე მაშინ ეროვნულმა საბჭომ, რომელიც საქართველოს ყრილობამ აირჩია, გამოაცხადა დამოუკიდებლობა. სხვათა შორის მაშინ თავმჯდომარე გახლავთ იყო ჟორდანია და თავს იკავებდა, მაგრამ ზოგიერთი ეროვნული მოღვაწეს თქვათ მაჩაბლისა და მიხალ კვეწერეთლის ჯიუტი მოთხოვნით იგი იძულებული გახდა, რომ ეს თარიღი გამოეცხადებინა. ეს იყო რა თქმა უნდა ჩვენი ცხოვრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ სამწუხაროდ ეს თარიღი და ეს დამოუკიდებლობა ჩვენი და ბედნიერება ამ ბედნიერებას სულ 3 წელი გასტანა და მერე მოგეხსენებათ მოხდა საქართველოს ოკუპაცია და დაპყრობა. საერთოდ საქართველოს ისტორიას თუ თვალს გადავალებ,
ერთ რამაში უოჭველად დავწმუნდებით, რომ მთელი ჩვენი ეროვნული ისტორია გახლავთ თვითობისა და ვინაობის გარდაჩენისათვის ბრძოლა. ეს არის წითელ ხაზად გავლილი მთელი ისტორიაში. დღეს რატომღაც და ეს ქართველი კაცის ეთყობა გენში არის, რომ როდესაც ქართულ ჯიშა და გენს უჭირს, მაშინ ეს კოდი იღვიძებს და საერთოდ ქართველები ცნობილი იყვნენ როგორც საუკეთესო მებრძოლნი და ამას ხაზს უსვამდნენ არა მარტო საქართველოს მემატიანელი, არამედ მრავალი უცხოელი ავტორი, სხვათა შორის აი ხაზგასმით ამბობს, რომ ქართულ ჩოხას რო კაცი ჩაიცვამდა, მას ერიდებოდნენ, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ ძალიან ძლიერი მებრძოლი. სამწუხაროდ ამ გენმა და ამ თვისებებმა ჩვენ დღემდე სამწუხაროდ კი არა, საბედნიეროდ მოგვატანინა თავი და ჩვენი დამოუკიდებლობა ასე თუ ისე შევინარჩუნეთ, მაგრამ სამწუხაროდ დღეს არსებული ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მიზანმიმართულად ებრძვის ჩვენ დამოუკიდებლობას, ეროვნულ ღირსებებს და თავმოყარეობას და აჩანაგებს ყველავრივე იმას, რასაც ეროვნული სულიერება ქვია, ზნეობა ქვია, ტრადიციები ქვია და რაც თავარია თვითობა და ვინაობის გაქრობა უნდა, ქართული ერის ვინაობის გაქრობა უნდა. ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის, რადგანაც ეს ხელისუფლება ანტიეროვნულია და მოვიდა ანტიეროვნულ ტალღაზე, მაგრამ მე მიკვირს, ძალიან მიკვირს და გაოცებული ვარ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომ ტაშს უკრავს და კი არ ებრძვის და კი არ ეწინააღმდეგება მათ პოზიციას, არამედ პირიქით ცეცხლზე ნავთს ხამს და პირიქით აქეზებს ამ მათ გზას, ანტიეროვნულ გზას. ეს ფაქტი თუნდაც იმით არის გამოხატული, რომ ხვალ მაგალითად 7-მდე ეგრეთ წოდებული NGO, ანუ არა სამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა პრობლემებზე, სხვადასხვა ადგილებზე და მოედნებზე იკრიბებიან, რათა თავისი პროტესტი გამოხატონ ამა თუ იმ მოვლენისადმი, რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ არცეცა არ გახსენებია სამწუხაროდ, რომ ეს 31 მარტი გახლავთ თარიღი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობას, ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას ჩაეყარა საფუძველი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა და სახალხო ფრონტი და სახალხო ფრონტის აღმასრულებელი საბჭო დიდ პატივს მიაგებს, რა თქმა უნდა, ჩვენს წინაპრებს და 26 მაისს, მაგრამ ჩვენ იმასაც უწევთ ანგარიშს, რომ ჩვენი უახლოეს წარსულის შემქმნელებს, რომლებაც თავი გადადეს და იბრძოლეს და ეს დამოუკიდებლობა აღადგინეს, რატომ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავასაც პატივი უნდა მივაგოთ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ერისა და სამშობლოს გადარჩენა და ამ გადარჩენისათვის სახალხო კრება ყოველთვის ვიბრძოლებს იმისათვის, რომ ჩვენ პირადად კი არ მოხდეთ პარლამენტში, არამედ ის ადამიანები მოვიყვანოთ პარლამენტში, ვისაც გული შეტკივას თავის ქვეყნისათვის და თავის ხალხისათვის. ეხლა მე რადგანაც ბატონი რეზო ჩემ გვერდით არის, ალავერც გადავყავ. მე მინდა დროზე ვამეღო ესა ერთადერთად თქვი სახალხო ფრონტია. სახალხო ფრონტსა და სახალხო კრება შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ბატონო რეზო, საუბარი არის ერთიან ფრონტზე ეხლა. ერთიან ფრონტზე. უკვე ერთიანი ფრონტი შევთავაზეთ სახალხო კრებამ ყველაზე. აი ამაშია საქმე, მაგრამ გარდა მაგისა სახალხო კრება ეს არის დღეს ერთადერთი თავისუფალი სივრცე. ერთადერთი. საცა შეიძლება სრულიად განსხვავებული აზროვნების ადამიანები ერთად იდგენ და ერთად უყვარდეთ თავისი ქვეყანა. ერთად განიცდიდნენ ამ ქვეყნის სიყვარულს, ერთად განიცდიდნენ მის წარსულს, მის აწმყოს და მის მომავალს. მე რო უყურებ ხანდახან აი ამ ხალხს, წრებლებით ვიფსები კაცო. რაშია საქმე ხალხო? რაშია საქმე? ეს 1000 წლეულებს გამოვლილი ქვეყანა.
ეს ფანტასტიკური ქვეყანა, ფანტასტიკური ხალხი. ფანტასტიკური ბიჭო, ეს იგი ცრემლამდე საოცრება. ქართული, რომელიც ყველა თქვენთაგან ზარწმუნებული ვარ. აი ის ვინც ეხლა ჯიქურ არის ჩემთან განწყობილი, დარწმუნებული ვარ ის მოხიბლულია ამიტი. რაშია საქმე? დამთავრდა ყველა ლიმიტი ამოიწურა თქვენი არა ბატონებო? ამოიწურა. მადლობელი ვარ ბატონო. მადლობელი ვარ. მაგრამ მოგვეწით საშუალება რომ ადამიანებმა რომლებსაც უნდათ კიდევ თავისი სიტყვა თქვან ამ ქვეყნის ბედისწერაში რომლებსაც ნახდათ ახლა არ მითხრათ რომ ჩვენსავით შეტკივა გული დარწმუნებული ვარ რომ გული კივა ძმაო დარწმუნებული ვარ მაგრამ რაზე გტკივა გული აი აქა განსხვავება ჩვენ სხვანაირად ვხედავთ ქართულს სხვანაირად ვხედავთ ქართულ მამას დედას შვილს ნათესავს მეზობელს მომსვლელს სამსვლელს ცას მიწას წყალს ყველაფერს ღმერთო ჩემო ყველა სინაში მინდა მუხლებზე დავეცე ისე იმდენად აღმართონებელია ყველაფერი ეს მუხლებზე დავეცე მხოლოდ და ვილოცო მოგვეცით საშუალება ლიმიტიური კიდევ მოგცემს მხოლოდ ნახდად გავაკეთოთ ქართულად გავაკეთოთ კაცურად გავაკეთოთ პირისპირ გავაკეთოთ კაც ალუ და კეთლაური გაიხსენეთ ბიჭო ერი იმდენად მოეწონა რომ ხელი არ მოჭრა და თერს დაუპირისპირდა კაც ჯო ხალხი არა ხართ კაც ვერ მაწოდებ კარკმასა ის რაც არ უზიშტყვაშია თქვენთან ზაღლურად სიცოცხლეს სიფტირი მიჯობს სტაშია კაცმა თქვა ვინა გენიოსმა რა თქმევინა ესა გავაგებინეთ ხალხო რა თქმევინა რა წუთები მოვიდა ასეთი რა წუთები დაადგა თავზე მას გესმის აი მასავით რა ჭირის უბალივით დაადგა მასზე და არ დანებდა სიკვდილს ლეგიტიმურად წესის მიხედვით კაცურობის მიხედვით ქართულობის მიხედვით მაგალითი რომ იყო სოფლიოსთვის აი ასეთი მიდგომით მივცეთ საშუალება კაც რომელიც იწვის დაიხარჯა თავიდან ბოლომდე მთელი თავის ცხოვრება შეალია იმას რომ როგორმე გზა ენახა გულებისკენ მივცეთ საშუალება ერთს მეორეს მესამეს დაიხარჯოს საქართველოსთვის გავადრო მეორე კაცის ის იქნება რა არჩევნები და რაღაცები აგერა ხალხი აგერა სიკეთე აგერა გულგაცილობა და ხელგაცილობა მოხდა მოგცეთ ხმას კაცო რა ქრემეტია ქრემეტი რა თქვა ეხლა თუ ვიტყვი ვარ გავათევდილამდე და თუ არა და მაშინ გადმოულოცო და ხალბატონ ნინოს ერთი წუთი ხალბატონ ნინოს უნდა გადავულოცო მე ასე ეს კაცი რომ ქონოდა უფრო კარგი იქნება საჩემთან გადმოხვიდოდით ძალიან ხალბატონი ხა მაინდა-მაინც ფეხო არ წაგართმეთ ახლა ნეპოტიზმს აქვს ადგილი სახელმწიფო დიდი მადლობა ძალიან ძნელია ახლა ჩემს წინ გამოსვლელი ადამიანების შემდეგ საუბარი და საერთოდ რთულია სახალხო კრების წევრების ძალიან საპატივცემულო ადამიანების შემდეგ საუბარი მათ გვერდით ყოფნა რთულია იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მე მართლა შემიძლია ვთქვა და თქვენ იცით რომ ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ
მე და ბატონ თემურს ალბათ ეს შემიძლია ბატონ თემურის სახელითაც თქვა, როგორც ორი პოლიტიკოსი ამ შემთხვევაში, ირაკლი საზოგადო მოღვაწე პოლიტიკოსი ყველაფერი ერთად. ვიტყოდი რომ ჩვენ ძალიან დიდი პატივი გვხვდა წილად და განსაკუთრებული ბედნიერება, რაც პოლიტიკაში ძალიან იშვიათია, რომ ვიყოთ იმ ადამიანების თანამებრძოლნი და ვიყოთ იმ ადამიანების გვერდით, ვინც დღეს აქ არიან ამ სტუდიაში წარმოდგენილნი და მე ვფიქრობ, რომ სახალხო კრების აღმასრულებელმა საბჭომ ისეთი მაგალითი ანახა დღევანდელ ქართულ საზოგადოებას, როდესაც უზარმაზარი წნეხის, უზარმაზარი დაპირისპირების, უზარმაზარი, ესე ვთქვათ, შავი პიარის და ძალიან ბევრი სირთულეების მიუხედავად და განსხვავებული ხედვების მიუხედავადაც ზოგ შემთხვევაში ჩვენ მართლაც საოცრად შევძელით, რომ ერთმანეთისთვის გაგვეგო და გვეკეთებინა ის საქმე, რაც ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. მე სულ ორიოდე სიტყვას ვიტყვი უპირველეს ყოვლისა, რაც ბატონმა ელიზბარმა გულის ტკივილით ბრძანა 31 მარტთან დაკავშირებით. ჩვენ ამ თარიღმა ისიც უნდა გაგვახსენოს, რომ იყო პერიოდები საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართველი ერი მართლაც იყო ძალიან ერთიანი, ძალიან გაერთიანებული და უპირისპირდებოდა ძალიან ბევრ სირთულეებს, რომელიც დღემდე არ არის გადალახული, მაგრამ რომლის გადალახვაც მხოლოდ და მხოლოდ კვლავერთიანობით შეიძლება. და არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ გულის ტკივილს, რაც ასევე ბატონმა რეზომ გამოხატა აქ იმ არაჩვეულებრივი მაგალითის მოყვანით ქართველი გენიოსის ნაწარმოებიდან, როდესაც ქართველმა მტერთან მოქცევა იცოდა და მტერთან მოქცევა იცოდა იმიტომ, რომ საკუთარ ასე ვთქვათ, მოყვარესთან და საკუთარ თავისიანთან მოქცევა იცოდა უპირველეს ყოვლისა და საკუთარი თავის და ღირსების ფასი იცოდა. იმიტომ, რომ სამწუხაროდ ჩვენ თითქმის 1 წლის წინ ყველა ის ადამიანი, ვინც აქ ავართ და არა მარტო ჩვენ, არამედ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე აღმოჩნდით იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ დაგვიპირისპირდა ჩვენივე სისხლის და ხორცის მქონე ადამიანები, რომლებმაც არათუ მტერთან მოქცევა არიციან ალბათ, არამედ რომლებმაც საკუთარ თანამემამულეებთან მოქცევა არიციან. როგორ შემიძლია მე ვიფიქრო, რომ ეს ადამიანები მტერს არ მოჭრიან ხელს? მოეწონებათ თუ არა იმის და მიუხედავად, მაშინ როდესაც პრაქტიკულად გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ ჩვენ მართლაც ხელის მოსაჭრელათაც და ასე ვთქვათ, სასიკვდილოდ გაგვიმეტეს. მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ისე ვუყურებთ ჩვენ სამშობლოს და ჩვენი სამშობლოს მომავალს, როგორც აქ ითქვა. ოჯახი ოჯახს უნდა გავდეს, ცოლი ცოლს უნდა გავდეს, დედა დედას უნდა გავდეს, უფროსი უნდა ვიცოდეთ, უმცროსი უნდა ვიცოდეთ, კანონის მორჩილებაც უნდა ვიცოდეთ და უპირველეს ყოვლისა სამშობლოს სიყვარული უნდა ვიცოდეთ. აი ეს არის ის პრინციპები, რომელსაც სახალხო კრება დაარსების პირველი დღიდანვე ყოველთვის ხაზს უსვამდა. ეს არის ის პრინციპები, რასაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანესი საფუძველი ჰქვია. და ეს არის ის პრინციპები, რომლის გარეშეც ვერც დემოკრატია იქნება ჩვენს ქვეყანაში, ვერც ერთიანობა იქნება, ვერც ქვეყნის გაერთიანება იქნება და ვერც ნორმალური სახელმწიფოებრივი გაერთიანება იქნება. ანუ თუ არ გვექნა ის, რაც ყველა ერს აქვს თავისებურად და რაც მათ სახელმწიფოებრიობას განაპირობებს, საქართველო გადაიქცევა ჩვეულებრივ ტერიტორიად, რომლის მსგავსიც არის დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი, მაგრამ რომელსაც რეალურად არავით არის ღირებულება გარდა იმისა, რომ შეიძლება რომელიმე სახელმწიფოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია იყოს და საკუთარი მოსახლეობისათვის კიდევ მხოლოდ გამოკვების შესაძლებლობა, აი ასეთ სახელმწიფოდ გარდაქმნა ჩვენ ნამდვილად ჩვენი სამშობლოსი არ გვინდა. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ იმ ბრძოლას, რომელიც სახალხო კრებას აქვს დაწყებული, გავაგრძელებთ იმისათვის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ ის, რასაც ქვია რომ ჩვენი თავი ჩვენზავე გვეყუტნოდეს, რასაც ქვია ის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსეული ფასეულობები, რასაც ქვია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდეს რეალური დემოკრატიული ფასეულობები და ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანს არ შეეშინდება თავისი დამოკიდებულების გამოთქმის, სადაც ადამიანს ექნება ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. მაგრამ ეს ვერ მოხერხდება, თუ ერი არ გაერთიანდა. ეს ვერ მოხერხდება, თუ ჩვენ ერთიანნი არ ვიქენით ამ ბრძოლაში. და ყოველ შემთხვევაში ძალიან გაძნელდება, ძალიან გართულდება და სწორედ ამიტომ იყო, რომ სახალხო კრება არის ის ორგანო, რომელმაც ყველას მოუწოდა ერთიანი ბრძოლისაკენ, ერთიანი ფრონტისაკენ, იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო და მას გარვითარების პერსპექტივა მივცეთ. დიდი მადლობა. მადლობთ ქალბატონინო და ის მაყურებელი არის და თუ არის საშუალება, მაშინ შემოვიყვანთ მაყურებელი კითხვა. მოგესალმებით.
მივესალმებ დამწერ საზოგადოებას. ქალბატონი რომ მინდა დაგიდასტურო დიდი პარტიის ცემა და თქვენი ვაჟკაცობას ვაფასებთ და მე მინდა გითხრათ რომ გააგრძელოთ ეს ბრძოლა, იმიტომ რომ თქვენ სიმართლისთვის იბრძვით და მართლა გასად გახართ და ამას ქართველი ხალხი აუცილებლად დაინახავს და მინდა გისურვოთ წარმატება მე თქვენს გვერდით წავა როგორც რიგითი მოქალაქე. ხა რაც შეეხება კითხვას. გამოგეხმაურათ თუ არა ქართული ოცნება ერთიანი ფრონტის შექმნის შეთავაზებაზე და თუ არა თქვენ კიდევ თვლით რომ ივანიშვილი და მისი ოცნება რეალური ოპოზიციაა, ისეთი კითხვა მაქვს თქვენთან და გისურვებთ წარმატებას და იბრძოლეთ ბოლომდე. ქართული ხალხი თქვენ გვერდით გასცემთ, იმიტომ რომ თქვენთან ღირსეული ადამიანები ხარ, ვინც ახარ წარმოდგენილი იგივე სოციო იგივე თითოეული თქვენგანი და კიდევ ის ვინც დღეს არ არის თქვენს გვერდით. ხო მე ვფიქრობ რომ ის ტალახი და ის ჭუჭყი რაც დღეს მოდის ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერები და მთავარია რომ ღირსეული ადამიანის კრიტიკა უფრო მისაღები იქნებოდა ამ შემთხვევაში ვიდრე უღირსი ადამიანების ლანძღვა და გინება ისეთი ადამიანების მისამართით როგორი ადამიანების ახლა დღეს ამ თქვენი ეთერის საშუალებით არიან წარმოდგენილები. მე ამ შემთხვევაში მეორე რახს გულისხმობ. გისურვებთ წარმატებას. ბრძოლა საბოლოო გამარჯვება ეს არის სახალხო კრების ლოზუნგი როგორც ვიცი და გისურვებთ წარმატებას და მადლობთ. ვინ პასუხებთ? მაშინ მე ეს უცბად ვიტყვი მაშინ 12 მარტს იყო ეს ჩვენ განვაცხადეთ ეს შემოთავაზება რომ ესე იგი დღევანდელ შექმნილ სიტუაციაში ეს კრიტიკულ სიტუაციაში აუცილებელი არის შეიქმნას ერთიანი ოპოზიციური ფრონტი. ორი კვირა გავიდა ამის შემდეგ და ჯერჯერობით ოპოზიციური პარტიები არ შეხვხმიანებიან ამასთან დაკავშირებით. მე პირადად შემიძლია ესეთი რამ თქვა, რადგან მე არა ვარ პარტიული ადამიანი, მაგრამ სახალხო კრებაში არიან ჩვენთან პარტიული ორი პარტია არის წარმოდგენილი, დემოკრატიული მოძრაობა და მოძრაობა თეთრები და მე ვთვლი პირადად, რომ ეს არის მათი პოლიტიკური გმირობა. მათ უარი თქვეს ყველანაირ სკამებზე, თანამდებობებზე, რა ქვიან, სადეპუტატო მანდატებზე და ასე შემდეგ. ჩვენ ვიბრძოლებდით, ესე განვაცხადეთ ჩვენ, რომ ვიბრძოლებთ. არავინ არ თხოვს, რომ ვინმე შემოგვიერთეს, ან ჩვენ შევუერთდეთ ვინმეს. აქ არის რომ ერთად დავდგეთ სულ ყველანი და ვებრძოლოთ ერთ საერთო მტერს, რომელიც აყვავს და შემდეგ რაც ჩვენ შევთავაზეთ, ეს იყო კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ იმ არჩეულმა პარლამენტმა, სადაც სახალხო კრებიდან არავინ არ იქნება, ჩვენი პოლიტიკური წარმომადგენლებიც კი არ იქნებიან, იქ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ყველანაირად დავეხმარებით და ხელშეუწყობთ ამ პროცესს. და ოღონდ შემდეგ 6 თვის თავზე იქნება თუ 7 თვის თუ 8 თვის თავზე, შემდეგ ჩატარდეს ნორმალური არჩევნები, მაშინ როდესაც გაიწმინდება ეს საარჩევნო ველი, ჩამოყალიბდება ის დაუბრუნდება კონსტიტუციურ სივრცეს და როდესაც თავისუფალი იქნება სასამართლო, თავისუფალი იქნება ბიზნესი, თავისუფალი იქნება მედია, როდესაც საარჩევნო კანონმდებლობა მოვა წესრიგში, როდესაც პოლიცია ჩამოშორდება ამ პროცესს, პოლიტიკურ პროცესს, როდესაც პოლიტპატიმრები გამოვლენ, აი შემდეგ, რა თქმა უნდა, მიიღებენ ჩვენი სახალხო კრების წარმომადგენლები, თავისთავად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც და სახალხო კრებაშიც არიან ღირსეული ადამიანები, ჩვენ თუმცა ვინც აქვს ხედავთ უმეტესობას არა გვაქვს არანაირად არა ვართ ამისთვის მომართული, რომ თქვათ აი პარლამენტში ან რამე თან არ გვაინტერესებს ჩვენ ქვეყნის ალბათ და აი სამწუხაროდ ესე არის აი ნახოთ ყველაფერი წინ არის და ჯერჯერობით ცოტა დრო კიდევ არის მაყურებელი თუ არის აბა და იმიტომ რომ ჩვენც კიდევ რაღაც თემა გვაქვს და კი ბატონო შემოგვიყვება მოგესალმებით ბატონებო უპირველეს ყოვლისა მოგიწევთ 31 მარტის რეფერენდუმის დღეს ის ბედნიერ დღეს როდესაც საფუძველი დაედო ჩვენი სამყარო ოცნებას და მოკიდებულებას ახლა კი მე მინდა გამოვეხმაურო ბატონ რეზოესაძის გამოსვლას იმით თაობაზე რომ მიუხედავად ჩემი დიდი პატივცემისა ბატონ რეზო ნებამომეცი თუ არ დაგეთანხმოთ თქვენ გამოთქვით ასეთი აზრი რომ სახალხო კრება არის ერთადერთი ორგანიზაცია სადაც შეიძლება გამოიხატოს ყოველნაირი აზრი სხვადასხვა აზრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ დღეს ასეთი პარტია ბატონ რეზო და ბატონებო საუბედუროდ არ არსებობს საქართველოში და ამან დაღუპა ხალხის როლი საერთოდ არც პარტიის პროგრამაში და საერთოდ არ უნდა გამოაცილონ ხალხი როგორც თავარი მოთამაშე ხალხი უნდათ მიტინგებისთვის უძახიან ტახის დასაყვანად და არჩევნების დანიშნულ დღეს ბილბოთები ჩასაგდებათ მეტი ხალხს როლს ესენი არ აკისრებენ
კონკრეტულად მინდა გიპასუხოთ რომ მე 21 მაისიდან 26 მაისამდე თქვენ გვერდით ვიდექი იქან და არცერთი უცხო პიროვნება გამოსული სიტყვით მე იქ არ მინახია ბატხაბადელ ნინოც იქ დამდება და სულ ყველა და დავიდასტურებ ძას ყველგან მე სამდენდელ მივითხოვე იქ სიტყვა მაგრამ არ მომეცა საშუალება ასე აკეთებს ყველა პარტია ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ ჩვენ თუ ხალხთან არ გვექნება საერთო კავშირი ხალხი არ იქნება მარტო თავის ხებით ჩვენ შორს ვერ წავალთ ბატონებო და ეს იწოდებს ყველა პარტიებმა მადლობთ უკაცრავად შეიძლება ისე თქვა სახალხო კრება პარტია არ არის და ნუ გაუთანაბრებთ ამათ პარტიას აქ ბატონმა რეზომ ის თქვა რომ ეს არის ადამიანთა კრებული სადაც ყოველგვარი თქვა განსხვავებული შეხედულებების ასაკის სოციალური წარმოშობის ადამიანებს ყველას აქვს უფლება ისა რომ თქვა სიტყვა არ მიეცა ვინმეს მიტინგზე ეს იმას ანიშნავს რომ თქვა ეს არის ცუდი სიტყვის თქმები მერე როდესაც საქმე გაკეთდება სამწუხაროდ საქმე არ გააკეთა ქართველმა ერმა დიდი მადლობა თქვენ რომ თუმცაღა მიკვრის რისთვის უნდა გითხრათ მადლობა ვინც ქართველი არ და ვინც ფიქრობს თავისი შვილიშვილის, თავისი მომავლის ბედნიერებაზე, რა თქმა უნდა იბრძოლოს. ეს სახალხო კრებასთან იქნება თუ ვინც იქნება, ვისაც ჭეშმარიტად უნდა, ვისაც მართლა უნდა შეცვლა ამ სისტემის. არა რომელიმე თანამდებობის პირის, არამედ სისტემური ცვლილება უნდა მოხდეს და ჩვენ უნდა დავიწყოთ სახელმწიფოებრიობის შენებლობა. თორემ მიტინგებზე სიტყვის გამოსვლით რომ საქმე კეთდებოდეს, მაგისთანა 3 თვეც ქონდა აგერ 9 აპრილის მე ვამ 2009-ში, მანამდეც იყო და მანამდეც კიდევ, მაგრამ სიტყვებით საქმე არ უკაცრავად, მაგრამ ჩვენ თან პარტია არა ვართ, ჩვენ ვართ სახალხო კრება, სადაც პარტიებიც არიან და არიან უპარტიო ადამიანებიც. ხლა ამასთან დაკავშირებით მე მინდა ერთი რამ თქვა, აი ბატონმა ელიზბარმა დაიწყო 31 მაისთან დაკავშირებით მინდა თან თქვა რომ რა თქმა უნდა ბატონ მარტთან დაკავშირებით რომ მთელი ჩვენი ცხოვრება და ისტორია არის ბრძოლა არის და ამ ბრძოლაში გამარჯვებულები ვიყავით გაერთიანებულები როდესაც ვიყავით თორე ცალ-ცალკე ყოველთვის გვერეოდნენ მთელი ისტორია ჩვენი ამის მაგალითი არის და თუნდაც ისა რომ ჩვენ ახლა დანაწევრებული ვართ აი ბატონმა რეზუმ ბძანა ბატონმა ელიზბარმა ბძანა ესა რომ რაღაცა იდენტურობის დაკარგვისკენ მივყავარ და ჩვენ ამას არ უნდა შევეგუოთ ჩვენ თავი არ უნდა დავკარგოთ და რაც ახლა ხვალ თქვა ბათუმში იქ ადამიანები იქნება უამრავი ადამიანი იქნება იმედია ამისთვის არის რომ აი ეს არ უნდა მოხდეს რაც თავნებობა არ უნდა გაუვიდეს ხელისუფლებას მთელი ერი უნდა დადგეს ამის წინააღმდეგ და ჩვენ დაკარგული ტერიტორიები გვაქვს რომელიც სუფთა ქართული მიწები არის და ჩვენი მოსახლეობა ქართული ეთნოსი ცხოვრობს დღეს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში ბატონ თემურთან მინდა გადავიდე ალავერტს რომელიც ამასინად ბრძანდებოდა იმ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და ჩვენი თანამოძმეები ნახა და ბრძანეთ ბატონ თემურ და ხვალინდელ დღესთან ბათუმში რომ ბრძანდებით იმასთან დაკავშირებით კი ბატონო მე მინდა მივესალმო განწყობა ძალიან კარგია ძალიან სასიამოვნოა რომ გვაქვს საშუალება მივმართოთ ძალიან დიდ აუდიტორიას რაღაც სიტყვა ვთქვათ იმიტომ რომ ამის საშუალება მართლაც არ გვაქვს პირველი ჩემი სათქმელი ასეთია რომ მართალია დაგვესლეს მართალია გვებრძვიან მაგრამ პატივისცემით ვპასუხობთ და ვეუბნებით ყველას რომ საქართველოში მომავალი არსებობს მხოლოდ ერთიანი ფრონტით ეს ცოტა განსხვავებულია მე ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა რომ არავინ არ ფიქრობს ერთიან პოლიტიკურ ესეთი რაღაც ერთობაზე ეს ნუაერევად ერთმანეთში ზოგჯერ გვეუბნებიან ჩვენს რომ აი რატომ გინდათ ჩვენ არავითარი სურვილი არ გვაქვს მე პირადად და ვიცი ქალბატონი ნინოს მოსაზრებას რომ არავითარი სურვილი არ არის რომ იმ პოლიტიკურ ბლოკში ვიყოთ რომელსაც ქვია თქვა ოცნების პოლიტიკური ბლოკი მაგრამ ერთიანი ფრონტი რასაც ნიშნავს ქვეყანაში ეს ნიშნავს საქართველოს ერთ დიდ ტაძრად გადაქცევა და ტაძარში არავინ კითხულობს იმას რომ ვიღაც შემოვიდეს ან არ შემოვიდეს საქართველოს გადარჩენა დღეს არის სწორედ ამ განწყობაში 31 მარტმა ეს დაადასტურა 28 ოქტომბრის არჩევნებმა 90 წელში როდესაც ერთ ეროვნულ ძალად იქცა მთელი საქართველო 600,000 კომუნისტი ცხოვრობდა საქართველოში და 200,000 ხმა ვერ მიიღო კომუნისტურმა პარტიამ ეს იყო ძალიან დიდი განწყობა ეროვნული განწყობა ეს დაადასტურდა 9 აპრილს ჯერ 99 წელში და შემდგომ როდესაც ეს რეფერენდუმის შედეგების შემდეგ ხელმოწერა შედგა ნუ მე ბედნიერი ვარ იმით რომ ხელი მოვაწერე იმ დამოუკიდებლობას ბატონ ელიზბარს აქვს იქ ხელი მოწერილი ვამაყობთ ამით და ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ იმ ისტორიით რომელიც იყო მე მინდა ვთქვა რომ ზვიად გამსახურდია და იმ ხელისუფლებამ აჩვენა რომ არის ძნელი გზა საქართველოს გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე დამარცხდა მაგრამ საქართველოს სხვა გზა არ აქვს მაინც ამ გზით უნდა წავიდეს საქართველოს ჭირდება ხელისუფლება რომელიც გარედან არ მოიმართება
ეს არის ძალიან დიდი ისტორია, დიდი გამოცდილება ჩვენი და სახალხო კრება არის ამის დასტური. ამის მაგალითი და ძალიან კარგად ითქვა აქ რომ ჩვენ ყველამ უარი თქვა, არავით არის სკამები, რა დროს სკამებზეა დამწვარა ყველა სკამი, უმძიმესი მდგომარეობა და გადავდივარ მე ხლა რაც თქვენ ბრძანეთ, თუმცა ამანამდე მინდა ერთი რამ თქვა რომ კრებამ დადო დოკუმენტი საქართველოს დღეს. ეს არის უსერიოზულესი ანალიზი მეცნიერების მიერ გაკეთებული. ეს არის ამის ნახვა შეიძლება საიტებზე და დღეს კრებას აქვს ამავე დროს გაკეთებული ანალიზი რა პოტენციალი გააჩნია ქვეყანას. დღეს კრება მეცნიერთა ჯგუფი და ეს პოლიტიკური ძალები ვინც აქ ვართ მუშაობ დოკუმენტზე საქართველოს ხვალ. ჩვენ ასე წარმოგვიდგენია ვიცოდეთ რა მდგომარეობაში ვართ, ვიცოდეთ რა პოტენციალი გვაქვს და ვიცოდეთ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ. აი ეს არის ხედვა, დიდი ქართული ხედვა, რომელიც კრებაშია და მე ბედნიერი ვარ რომ ამ ადამიანებთან ერთად ვარ და აქ ძალიან ბევრია კიდე რომელიც გარეთ არის და ქალბატონი ნინო ბძანა და მეც მინდა დავეთანხმო იმას რომ ძალიან ბევრი რამ ჩვენ შევცვალეთ ზოგიერთ შეხედულება, მოსაზრება, მე ვთქვი ერთხელ რომ მარტო ჩვენ უყოფილიყავით, აქამდე დაიშლებოდა მეთქი ეს კრება, მაგრამ აი სწორედ შემადუღობებელი არის ის ძალა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და ძალიან ბევრი, რომელიც გარეთ არის და მხარს უჭერს კრების განწყობას. მაგალითი თურქეთია იმის რა მდგომარეობა დღეს ქვეყანაში. ვიმეორებ რომ 1000 კაცი რომ იყოს და 10000 ეს იქნებოდა უბედურობა 100,000-ობით და 1,500,000-ზე მეტი ადამიანია გასული საქართველოდან. თურქეთში ქართველები მუშაობენ ჭურჭლის მრეცხავებად, ქუჩის დამგველებად, შინა მოსამსახურეებად და დამლაგებლებად. მოხუცების მოვლენებად. დიახ, ნუ შინა მოსამსახურე მოხუცების მოვლენებად. ესე იგი ცალმხრივად თურქეთის მხარემ დაარღვია შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასთან. ის შეთანხმებაც იყო უვარგესი ჩვენთვის და იგიც კი დაარღვია, რომ სამი თვე, ვისაც კი პატარა რაღაც ბიზნესის საშუალება გაუჩნდა, იმასაც კი აღარა აქვს, უნდა გადავიდეს ჭურჭლის მრეცხავად. იმიტომ რომ სამი თვე რომ იქნები იქ, მერე უნდა გადმოხვიდე უკან და სამი თვე ვეღარ დაბრუნდები თურქეთში. ჩვენ გავხსენით ყველა კარი. საშინელი მდგომარეობა, მე დათრგუნული ვარ ჩამოსული, რაც ვნახე და მე ყველა პოლიტიკურ პარტიას, თუ პოლიტიკოსები ვარ და ღირსება გაგვაჩნია, ყველა ამ ადამიანის წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი. ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ეს არის კრების განწყობა, რა მდგომარეობაშიც ისინი ცხოვრობენ. მე მასწავლებელი ქალი ვნახე, რომელიც ქუჩას გვიდა სტამბულში. და ესე იგი ცრემლის გარეშე, გულის ცრემლის გარეშე, იმის გარშე როგორ შეგიძლია ეს დახო ყველაფერი. ესე იგი სატელევიზიო აღმავლობაა ქვეყანაში. აშენდა ეს ქვეყანა და ჭურჭლის მრეცხავად მიდის ქართველი კაცი გარეთ თუ აშენდა ეს ქვეყანა. რა აქვს შემოსავალი? $600, ამით უნდა იცხოვროს იქ. უნდა გადაიხადოს ბინის გადასახადი და უნდა გამოაგზავნოს ფული აქეთ. თქვენ წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობაა ქვეყანაში. ეს ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი არის რაც იმ ხალხმა მთხოვა და რაც ძალიან სამწუხარო რამეა, მეც მინდოდა ამას საუბარი, მაგრამ ეს სხვა დროს ალბათ, მაგრამ მოკლედ მაინც ვიტყვი რომ გითხრეს რომ საქართველოს ეს მასწავლებელი ქალი მონა რომელიც ქუჩას გავდა. ესე იგი მეუბნება ასეთ რამეს რომ მასწავლებელს წაართვეს სკოლა და ბავშვს წაართვეს სკოლა საქართველოში და მანდატორების და ესე იგი ზედამხედველების და პოლიციურ რეჟიმს დაუქვემდებარეს სკოლა საქართველოში. ესეთი რამ არსად არ არისო და მთხოვა რომ თუ შეგიძლიათ პარტიებს ამ დასმენების ინსტიტუტის წინააღმდეგ რომელიც ჩემი შვილიშვილები და ჩემი ახლობლები არიან დარჩენილიო და სკოლაში ერთი დამსმენი რო ყოფილიყო ადრე იზულდა ხალხს და დღეს ჯგუფშია 5-6 და ერთმანეთს ეჯიბრებიან დასმენაში. ეს არის კატასტროფა. ეს არის ქართული ცნობიერების წაშლა, რითაც ამაყობს შაშკინი. აი გაჭირებულმა ქალმა ეს მთხოვა რომ გადამეცა და ერთი მნიშვნელოვანი რამ კიდე რაც მესამე რაც მინდა ვთქვა, როგორ იცავს თურქეთი 70 მილიონიანი ქვეყანა. როგორ იცავს საკუთარ თავს? ყველაფერი მხოლოდ თურქულია. ყველა ფირმა რომელიც იხსნება მანქანის აწყობა თუ რაც კი არის, იტალიურია, ფრანგულია, გერმანულია, ფირმას ხსნის საბმოში თურქეთში და თურქეთის სახელწოდებით გამოდის მისი პროდუქცია. და დასაქმება აქვს საოცარი. მხოლოდ თურქულ ენაზეა სწავლება ყველგან. აბსოლუტურად არავით არის სხვა რამე წარწერების და სწავლაც. არ არსებობს თურქეთში. არც სხვაენოვანი რომელიმე რელიგიას იცავენ საოცრად. ერთადერთი რელიგია, რომელსაც მოქმედი ტაძრები, ეკლესიები რაც არის მხოლოდ თავისი რელიგიის, სხვა არ არსებობს. მე ამით უკავშირდები, მივდივარ იმასთან, რაც
ბათუმთან არის ხვალ დაკავშირებული, თვითონ ქართველები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, სამწუხარო რამ მინდა ვთქვა კიდე, რომ 60-70 წლის ქართველებმა, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ინციან ქართული. ბათვაშვილებმა არ იციან, იმიტომ რომ არსად არ არსებობს. საშუალება არ არის, რომ ისწავლო. ასე იგი, სადაც მილიონობით ქართველი ცხოვრობს და ისტორიულად ძალიან ვიცით, ახლა ეს ისტორია ამას არ ვეხებით. და ესე იგი არ აქვს საშუალება რომ ქართული ისწავლონ. მაშინ როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე საქართველოში თურქული ლიცეუმი, თურქული გიმნაზია, თურქული უნივერსიტეტი, თურქული უნივერსიტეტი მეორე, თურქული უნივერსიტეტი მესამე. ევროპას ეშინია 70 მილიონიანი თურქეთის და ვერ გაუხსნეს გზა. ჩვენ გავხსენით ყველაფერი აქ და გონია რომ ამით ქართული საქმე კეთდება. მე მოხიბლული ვარ ერდოღანით, ღმერთო საქართველოს ისეთი ხელისუფალი, როგორიც ყავს თურქეთს ერდოღანის სახით, რომელიც იცავს თურქეთის ინტერესებს ყველაფერში. დასაქმება იქნება, რელიგია იქნება, კულტურა იქნება, ყველაფერს იცავს თავიდან ბოლომდე. ჩვენ ვართ უმძიმეს მდგომარეობაში. ქართველებმა, რომლებიც აქეთ არიან წასულები და ძალიან ბევრი მუსულმანი ქართველზე ლაპარაკი, გვეუბნებიან რომ გამოგვიყენეთ რა საშუალებები გაქვთ. თუ აქ რაიმე აღდგენაა ტაძრის, რა პრობლემაა ჩვენ გავაკეთებთ ამას და ერთი ფაქტი, ყველა მეუბნება ბერძნებმა და სომხებმა დაიბრუნეს თურქეთის ტერიტორიაზე ყველა ეკლესია. ყოველგვარი რაიმე გაცვლების გარეშე. ჩვენ საქართველოში გვეუბნებიან რომ იქ რაც არის ქართული რო აღვადგინოთ, ამის გამო უნდა აშენდეს რამდენიმე ტაძარი. ტაძარი ძალიან ბევრი აშენდა აქ, მეჩეთი რამდენიმე აშენდა, ტაძარი, ესე მეჩეთი, მაგრამ ამის წინამდე ხო არავინ არ არის. აქ არის ლაპარაკი იმ სახელზე, რომელიც არის დაკავშირებული საქართველოს დაპყრობასთან, საქართველოს წინამდე ბრძოლასთან და ამას რომ გახვრებს ხელისუფლება თავზე, ეს არის ქართული ცნობიერების წინამდე ბრძოლა, ეს არის არაქართული ცნობიერების ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს. კრება არის ძლიერი იმით, რომ იგი დგას ქართველი ხალხის სამსახურში და ქართული ინტერესიდან აღალიბებს თავის პოლიტიკას. მადლობა ბატონ თემურ, მაყურებელი არის ეთერში და მოусმინეთ. შტობისად მოგესალმებით. ბატონ გიას და ბატონ სოსოს თავიანთი კინოროლებით პატივს ავცემ. პირველ რიგში ბენო ჯიბაშვილი მოგესალმებათ, მოგძალებით. სხვათა შორის მე გია ბურჯანაძე რო გზაში არ შემხედროდა და აქტიურ მოძრაობისთვის ხელი არ მოეკიდა, მას დიდ პატივს ვცემდი როგორც ლიმონას. მოგესალმებათ, კაი ბიჭია, ძველი ბიჭია რაღაცა და მეც ნორმალური ადამიანი ვარ, გლეხი ბიჭი ვარ, ასე ვთქვა და ვაშკაცურის აქციელი ყველასთვის მისაღებია ძველ დროში და ახალ დროშიც. ეხლა უხსენებელ მიშას რა ამოსწონს და რა დროში არსებობს არ ვიცი, მაგრამ ადამიანისთვის ადამიანობა ყოველთვის ღირებულია. გინდა მდიდარი იყოს, გინდა ღატაკი იყოს. და ქალბატონ ნონაძე აღარაფერს ვიტყვი, მარტო 11 ჯერ რაც საქართველოს სახელი მსოფლიოში გაიტანა და აზანზარა მსოფლიო ყველასთვის დიდად ნათელია. ახლა რაც შეეხება შეკითხვას, იმ აუბედით 26 მაისს მეორე დღეს თუ არა მესამე დღეს რო ისევ შევკრებილი ყავით სამწუხაროდ მე არ ვიყავი იმ დარბევის ღამეს ვერ გამოვედი შეუძლოთ ვიყავი და აქციიდან წამოვედი და მეორე დღეს ან მესამე დღეს რო ისევ შევკრებილი ყავით და თუ მაია წნეთელის სიტყვებსაც მოვიშველიებთ ჩვენთვის სხვა გზა აღარ არსებობს ჩვენს უკან საქართველოა მაშინ რო შევკრებილი ყავით ნუ თუ იმ დღიდან დღემდე იმდენი ხალხი გაწყდებოდა იმ ბრძოლაში, რამდენიც ეხლა გაწყდა ეგრეთ წოდებულ მშვიდობიანობის დროს. ნაკლები ხალხი დაიღუპა ეხლა შიმშილი ციცივით, უწამლობით, ციხეებში, რაც ჩვენ ვიცით და რაც არ ვიცით და კიდევ ერთი შეკითხვა. ხალხში დადის ჭორი, რამდენად მართალი არ ვიცი, იზახიან რომ 18-20 ადამიანია სინამდვილეში დაღუპულიო და მაგის დამტკიცება მაინდა-მაინც ჩემთვის ძალიან იოლი არ ძალიან ძნელია და დასაბუთებულად თუ არ ისე ვერ იტყვი ამას ჩვენს ხო ჩვენს ეჭვი გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ეხლა ერთ რამესაც გეტყვით რომ აი მარტო იმ დღეს არ იყო სახალხო კრებაზე 26 მაისს არ დაწყებულა და 26 მაისის სპეცოპერაციით აი სადამსჯელო ოპერაციით აი როდიონოვის უარესი რო გააკეთა დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს არ ყოფილა 26 მაისი, იმიტომ მანამდე დაარსების დღიდანვე იყო ზეწოლა, საშინელი ზეწოლა.
არავისთან ახლა ნიშნის მოგებით და იმითი არ მინდა საუბარი, მაგრამ ნუ ახლა კონტროლის პალატა ჩადის რაღაც საშინელებას, არა? რომ აი რაღაცა ჯარიმებს აწერს პარტიებს, ახლა ვიღაცისთვის შეიძლება მართლა არაფერი არ არის, მილიონები და რაღაცა, მაგრამ არის პარტიები ახლა აი თქვა ჩვენი პარტიები, ჩვენთან სახალხო კრებას შემოვალი პარტიები, არა აქვს ამ ხალხს, იმიტომ შემოწირულობებით და საწევროებით და ამხელა ჯარიმების გადახდა ძალიან ძნელია მათთვის. ნიშნის მოგებით ნამდვილად არ მომობ ამას, მაგრამ ნუ დაკითხეს ხალხი, ნუ რა მოხდა, დაკითხეს, ნუ ცუდი ფორმებით. ქალბატონები გააშიშვლეს, მამაკაცებს ფეხზე გახადეს და ნუ ძალიან ცუდი ფორმებით. და ჩვენ სხვებთან ერთად გამოვთქვათ ამასთან დაკავშირებით აღშფოთებას. მე ის მიკვირს, რომ სხვები რატო არ გამოთქვავდნენ აღშფოთებას, როდესაც დაარსების დღიდანვე სახალხო კრების წევრებს, მათ ოჯახის წევრებს, ოჯახებიდან მანქანებს პარავდნენ, ქონება გაქონდათ, პირდაპირ ქონება გაქონდათ. მე აღარ ვამბობ, რითი დამთავრდა ყველაფერი, 50 კაცი სახალხო კრების აქტიური წევრი არის დაპატიმრებული სისხლის სამართლის სასჯელით. თორე მასე სოსო ჩვენი აგერ დაპატიმრებული იყო 30 დღე კაცმა იშიმშილა და რო არა მისი ეს ფიზიკური მონაცემი და მისი სპორტსმენობა და ვერავინ ვერ გაძლევდა ამას, იმიტომ რომ მე რაც ვნახე სოსო მაშინ სამავტყოფოში გადმოიყვანეს ისიც ბოლო პერიოდში. ნუ ვერ გაუძლებს ამას ნორმალური ადამიანი, ახლა სოსოს არ ეწყინოს არანორმალური სვანია და მერტმა ბევრი ესეთი ქართველი გაუზარდოს საქართველოს და ისე მოხდა რომ 12 წლიანი სასჯელი 6 წელზე ნაკლები თითქმის არც ერთს არ აქვს ჩვენებს. ახლა შემდეგ დღეებში შევკრებილი ყავით, ახლა ნუ დარბეული ხალხი ზანძნელი იყო შეკრება და 900 კაცი გია შემდეგ დღეებში. ხა მეც დაჭერილი ვიყავი ხაბატონო. ხო და რა თქმა უნდა ძალიან ძნელი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ეს კიდევ ისეთი რამ არის. ეს ყველაფერი დაიწყო უფრო ადრე და მე მინდა ერთი რამ თქვა, ხელისუფლებას არ ვადანაშაულებთ მარტო ამაში. აქ გაიშიფრა ლაკმუსის ქაღალდივით იმოქმედა სახალხო კრებამ მთელ საზოგადოებაზე. აი ცუდი სიტყვა არის გაიშიფრა, მაგრამ ნუ აი ტელევიზიის წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიებზე აღარ მაქვს საუბარი, ხელისუფლებაზე მეტად ისინი გვებძოდნენ. ისე რომ 26 მაისი ეს იყო უკვე არა, მე ვამბობ გაიშიფრა ლაკმუსის ქაღალდივით გამოავლინა ვინ არის იმიტომ რომ იყო ეგეთი ფაქტები რომ ადამიანებთან რომელთანაც რაღაც ცოტა დაძაბული სიტუაციები იყო გახსოვთ ალბათ მაგრამ ძმები გაჩეჩილაძეები მოვიდნენ და ვერ უყურებთ ამათო ტელევიზორში ქართველები ვართო და არ შეგვიძლია ამას უყუროთ ქართველები ვართ და მოვიდნენ დადგნენ იქა კახა მოვიდა კუკავა კახა ეხლა ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობს სახალხო კრებასთან და უამრავი ადამიანი არ მინდა რომ ვინმე გამომრჩეს და მართლა გმირობის მაგალითები ჩაიდნენ მე მურმანდუმბაძე რაც მახსოვს იქა არ ვიცი აი ძალიან დიდი ის იყო პატიმრებთან დაკავშირებით ბატონო ირაკლი თქვენ როგორც ყოფილი პოლიტპატიმარი ძალიან რა თქმა უნდა ჩვენთვის პოლიტპატიმრების განთავისუფლებისათვის ბრძოლა ეს არის ჩვენი სახალხო კრების თავარი საზრუნავი და თავარი მიმართულება ეს არის ის საკითხი რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვფიქრობთ რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვფოთობთ და ვფიქრობთ მე მინაგითად დღესაც მე რამდენიმე ოჯახის წევრთან მომიხდა შეხვედრა საუბარი მათთან ჩვენი პატიმრების ბედთან დაკავშირებით მდგომარეობა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მინდა ერთი რამე ვთქვა რომ აი მე მინდა შევეხმიანო სწორედ გია ბურჯანაძის აი ამ დაწყებულ ლაპარაკს სამწუხაროდ ძალიან ჩვენთვის სამწუხაროდ ამას არ ვიტყვი ნიშნის მოგებით მე არ ვლაპარაკობ აღმოჩნდა ისე რომ როდესაც ჩვენ ხალხს მასიურად იჭერდნენ ჯერ აგერ 300 კაცი თავის დროზე მეტი დაიჭირეს ადმინისტრაციული ესე ვთქვათ წესით ადმინისტრაციული სასჯელებით ერთთვიანი, ორთვიანი, სამთვიანი ესეც არ არის მარტივი სადაც ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ აგერ ახსენა ჩვენი სოსოჯენმა სადაც ერთი თვე აი ესე გაუჩერებლი ვიშიმშილა და რა მდგომარეობაში იყო მისი სიცოცხლე ყველამ კარგად იცის და ადამიანები ამას გარდა 50-მდე ყავს ახლა უკვე პოლიტიკური პატიმარი 50-მდე პოლიტიკური პატიმარი სისხლის სამართლის მუხლით დაწყებული 12, 8 წელი, 4 წელი, 3 წელი, 2 არის ამ ხრი ურთულესი მდგომარეობა და ამ პირობებში სწორედ როდესაც ესეთი წნეხი და ესეთი ტერორი მიდიოდა სახალხო კრების აქტივისტების და წარმომადგენლების მიმართ სამწუხაროდ ეს
ჩვენმა ბევრმა კოლეგამ ოპოზიციურ სპექტრში ეს აი მე გული მტკივა ამაზე აი ვითომც არაფერი ცალკურში ისე ვითომაც ჩემი პატიმარი და სხვისი პატიმარი ფაქტობრივად არავის რეაგირება რეალურად რო თქვა შეიძლება ვალი მოიხადეს და უბრალოდ თქვეს რომ აი ხალხი დაიჭირეს კი მე ამას არ ვიტყვი არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით ნამდვილად არ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მართლაც და აქტიურად პირველივე დღიდან იბრძოდა ამ საკითხთან დღესაც ადვოკატებმა ბევრი გააკეთეს რა თქმა უნდა მათ გააკეთეს მათ ბევრი გააკეთეს ძალიან ბევრი შრომა გაწიეს ამ მიმართულებით ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ და ყველა პოლიტიკოსის მიმართ არ ვლაპარაკობ ამას მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი დიდი სპექტრი ოპოზიციის აღმოჩნდა ისეთი რომლებიც ფაქტიურად იგნორირება გაუკეთეს ამ უდიდეს დანაშაულს ამ მართლაც და საგანგაშო აღმაშფოთებელ მოვლენს რაც მაშინ ხდებოდა ხელისუფლების მხრიდან სრულ თვითნებობას რო ქონდა ადგილი და იგივე გააკეთეს მე აღარ ვლაპარაკობ სახელისუფლებო ტელევიზიებზე ეს საკითხი ფაქტიურად აი ესე ძალიან იოლად გაატარეს ასევე იმ ტელევიზიებმაც რომლებსაც დღეს საზოგადოება იცნობს როგორც ოპოზიციურ და ობიექტურ ტელევიზიებს, არასახელისუფლებო ტელევიზიებს. სად იყო ერთი გამახსენეთ ლაპარაკი ესე აქტიურად პოლიტპატიმრებს, რომ აი ასე იჭერდნენ ხალხს და როდესაც აქედან წესით მთელი ზარები უნდა შემოეკრათ ამასთან დაკავშირებით. სწორედ ტელევიზიებს, პირველ რიგში თავისუფალ ტელევიზიებს უნდა აეტეხათ განგაში ამასთან დაკავშირებით. და ეხლა უკვე ალბათ ფიქრობენ ამაზე, იმიტომ რომ ხო ხედავთ, გავიდა ცოტა დრო თქვენ ეხლა ახსენეთ ხელისუფლების ჯერ არჩევნებამდე კაი დრო არის დარჩენილი და ხელისუფლება გეგმა აქვს გაწერილი მე ეს ყველამ კარგად იცით ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილს რაც მოგეგმა პირდაპირ გაწერილი როგორ უნდა დაიწყოს საზოგადოების დათქმულობა ჯერ დაიწყეს კონტროლის პალატაში დაბარებებით ეხლა დაიწყეს უკვე დაჭერები ჩვენ ისევე როგორც სახალხო კრების აქტივისტებზე ისევე ვღელავთ იმად ბედზე იგივე სერგო ჩაჩიბაიას და დაკავშირებით და კიდევაც მე მგონი გამოიხატა ჩვენი სრული თანადგომა მე რო 10 დღიანი იმიდა კახა მიქაია რომელსაც ყველა პატივს ვცემ საოცარი პიროვნება აი ესე თავხედურად დღისით ძისით აი ეს პროცესი ეს თან პირველი ეს პროცესი არათუ გაგრძელდება ხელისუფლება ჩვენ ხო ვიცით ხელისუფლება რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები გადავა მასიურ რეპრესიებზე ეს იქნება მათრახის და თაფლის პოლიტიკა დაჭერები მოგთავვა რას უპირისპირებთ ჩვენ ამას რა თქმა უნდა აქ ითქვა ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია სამოქალაქო მთელმა საზოგადოებამ დაუპირისპიროთ არის ის რასაც დღეს სახალხო კრებას თავაზობს მთელ საზოგადოებას ესა მთელ ხალხს ეს არის სწორედ ერთიანი ოპოზიციური ფრონტი. თუ ჩვენ გვინდა ნამდვილად რომ ვიბრძოლოთ ამ ხალხის თავისუფლებისათვის, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენ ელემენტარულად პასუხისგებლები ვართ მათ წინაშე, მათი ოჯახების წინაშე. ესე ხო არ არის ჩვენ ახლა ესე აინუში არის და ასევე საერთოდ თავისუფლები. მე ახლა ვიცი რომ დროში შეზღუდული აღარ გავაგზავნებ, მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა. რომ ეს არის ჩვენი თავარი ვალდებულება და მე მგონი ქართულ ხალხში არის საკმაო სულისკვეთება და უნარი იმისათვის რომ იბრძოლოს თავისუფლებისათვის დიდი ინგლისელი მოაზროვნე ჯონ ლოკი ამბობდა მონობა არის იმდენად საზიზღარდი მდგომარეობა და საწოდავი მდგომარეობა ადამიანის რომ იგი სრულიად მიუღებელია ჩემი ხალხის ზნისა და სიმამაცისათვის მე იმედი მაქვს რომ ანალოგიურად იგი მიუღებელია ჩვენი ხალხის ზნისა და სიმამაცისათვის. მადლობთ, ირაკლი მაყურებელი არის, გველოდება დიდი ხანია უკვე და. ალო. გისმენთ. ხო, მოგესალმებით, მე პირდაპირ შეკითხვაზე გადავდივარ, უბრალოდ ჩემი აზრი მინდა გამოვთქვა. რაზე? ესე იგი, ეს თქვენ დაიკავეთ ეროვნული ნიშა, აი ასე ჩანს უკვე გარედან. სახალხო კრებას ყველა თვლის ასე. ჩემი სურვილია როგორც რიგითი ქართველის რომ მეტი ეროვნული აზროვნების ხალხი მოიწვიოთ არის ასეთი ხალხი ზიან სახში აი მე ახლა სახელობით რო ჩამოვთვალო ისიც კი შემიძლია რამოდენიმე მაგრამ მე აი ესე არ გამოვიდეს რომ ვიღაცას რეკომენდაციას უწევ
აი ეს ძალიან კარგი არის იმისთვის, რომ სახალხო კრება გაფართოვდეს. კი ბატონო, რა ვიცი, ბატონო სოსო, თქვენ როგორც სპიკერი ხო არ იტყოდით ამას, რომ დარბაზში არის ამის საშუალება სახალხო კრების დარბაზში. დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით ყველა სახალხო კრებაში, დიდი სიამოვნებით თუ მობრძანდებიან. დიდი სიამოვნებით ყველას. სამწუხაროდ საქართველოში როცა ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს ლაპარაკი იწყება პოლიტიკაზე და პირველი ერთმანეთს ეკითხებიან ასე რა გვეშველება ჩვენ არაფერი არ გვეშველება თუ არ იქნება ერთობა ერთობის გარეშე არაფერი არ გამოვა ძალიან ცოტა დრო გვაქვს ჩვენ ძალიან ცოტა დრო ქალბატონონას ვთხოვოთ მაშინ დააძებეთ ხო, ერთობასთან დაკავშირებით ვლაპარაკობ. ამ ერთი თვის წინ ალბათ არა, ლუკა, ჩვენ ვიყავით თრიალეთის ტელევიზიაში. და პირდაპირ ეთერში იყო დასმული კითხვა. გაერთიანდეს თუ არა ოპოზიცია ნაციონალების წინააღმდეგ. 541 ზარი იყო არა, ლუკა შემოსული. და 520 ზარი კატეგორიულად ითხოვდა გაერთიანებას. ეხლა ეს როგორ მოხდება, ეს ყველაფერი დამოკიდებული არის ოპოზიციის ლიდერებზე. ესე იგი, ხალხი ითხოვს გაერთიანებას. გაერთიანების გარეშე არაფერი არ გამოვა. ალბათ დამეთანხმებით, არა, ხალბატონო? ყოველგვარი პოლიტიკური ერთიან ფრონტს, ამაზე კარგი შეთავაზება, რასაც სახალხო კრება აკეთებს, მე ვერ წარმომიდგენია. აქ არანაირ სკამებზე არაა ლაპარაკი, არანაირ სიებზე არაა ლაპარაკი, არანაირ პოლიტიკურ შეხედულებებზე არაა ლაპარაკი, აქ არის ლაპარაკი ერთიან სახალხო ფრონტზე, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და ერთად სამართლიანობამ იზეიმოს და ერთიანად ნაციონალური პარტია გავისტუმროთ პოლიტიკურ სანაგვეზე. ერთმა გისმინოს. მათვიცემულო ლუკა, ძალიან. პირველ რიგში ქალბატონს, რომელმაც ახლა ბოლოს ასე ვთქვათ, შემოგვეხმიანა, მინდა ყველას სახით მადლობა უთხრა, რა თქმა უნდა, ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი მოწოდებული ვართ იმისათვის, რომ ის ეროვნული ღირებულებები, ეროვნული ადამიანებით გავაჯეროთ და ერთად ვიბრძოლოთ და არა მარტო სიტყვით, არამედ ქმედებით ჩვენ მზადავართ და მოხარული ვიქნებით ნებისმიერი ასაკის ადამიანის მიღებისა, შეიძლება ეს იყოს ძალიან ახალგაზრდა, შეიძლება ეს იყოს ძველგაზრდა, მაგრამ ეს სამშობლო ყველასია და ერთობას, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ამ ერთობისთვის ყოველთვის მზადავართ. რაც შეეხება იმას, რასაც ახლა ბატონი სოსო საუბრობდა, უბრალოდ მე ერთი რამ ვიცით, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ სახალხო კრებაში, რომ ღირსებაზე უნდა იყოს დაფუძნებული თითოეული ქმედება, შეთავაზებაც, ასე ვთქვათ, მზადყოფნაც, მაგრამ უკვე შეთავაზებაც, მზადყოფნაც და ასე ვთქვათ, სურვილი იმისა, რომ ერთობა შედგეს, ჩვენ ყოველთვის მზადავართ, ეს გაჟღერებულია, ქართველი იმით ფასობდა, რომ მის სიტყვას ყოველთვის ჰქონდა ფასი და ეს სიტყვა ბოლომდე იქნება შესრულებული, რაც ითქვა. მაგრამ დღეს დადგა ის დრო, როდესაც სახალხო კრებამ და მას შემავალმა თითოეულმა პარტიამ და თითოეულმა საზოგადო მოღვაწემ უნდა იბრძოლოს, სიცოცხლის უნარიანობა უნდა აჩვენოს თავისი ქმედებით დანარჩენ საქართველოს და ამ ერთობისთვის, აი ამ ქმედებით შემოიერთოს, გაერთიანოს და ყველას გაუჩინოს, მოყვარეს გაუჩინოს ის სურვილი, რომ ის როგორც დაელაპარაკოს მას თანაბრძოლაში, როგორც მის თანასწორ სუბიექტს და ამ სუბიექტთან ერთად თანაბრძოლაში მოიპოვოს ის ღირსეული გამარჯვება, რომელსაც სამშობლოს გამარჯვება ქვია უპირველეს ყოვლისა. და ამისათვის ჩვენ თითოეული ჩვენთაგანი უკვე გამოვთქვათ მზადყოფნას, ხვალ, სადაც ჩვენ სახალხო კრება თითოეული ჩვენთაგანი მიდის იქ, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად სტკივა დღეს და ყველაზე მეტად სადაც უნდა თქვას თავისი სიტყვა. ჩვენ სიტყვა ვთქვით, ჩვენ გადავდივართ ქმედებაზე და ამ ქმედებით ჩვენ მზადავართ თანაბრძოლისთვის. იმ მართალი თანაბრძოლისთვის, რასაც სამშობლოს გადარჩენა ქვია. გამგონმა კარგად გაიგონოს, მოყარემაც გაიგოს და მტერი მზად იყოს იმისათვის, რომ ეს ღირსეული ბრძოლა მიიღოს.
მადლობთ ლუკა. და ამასთან დაკავშირებით, აი ჩვენ მოსახლეობას მინდა ვაუწყო, რომ 26 მაისის მერე ჩვენ დაგვარბიეს, ოფისები დაგვირბიეს, აგვართვეს ჩვენი სახალხო კრების ქონება, მაგრამ მოვახერხეთ ჩვენ და მაყურებელს, ვისაც აინტერესებს, კავსაძის ქუჩა ნომერ 7-ში ჩვენ გავხსენით ახლა სახალხო კრების ოფისი, ასე რომ ვისაც სურვილი აქვს, ინტერესი ექნებათ, ან წინადადებები ექნებათ, შეგიძლიათ მოგბრძანეთ იქ და შეგხვდებით ჩვენ და გაწევრიანება იქნება თუ საინტერესო წინადადებით, იქ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ თემებზე. ეხლა კი ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა 7 წუთამდე თუ 6 წუთამდე და ქალბატონ ნონა, როგორც თავმჯდომარეს შეგიძლიათ პირველ რიგში მინდა მივესალმო მაყურებელს. როგორც ხედავთ, სახალხო კრება აგრძელებს თავის, ასე ვთქვათ, მოვალეობას, ეს მოვალეობა, რომელიც ჩვენ თვითონ ვიკისრეთ ჩვენ თავზე, ამაზე ალაპარაკი. ეხლა მე რა უნდა ვთქვა, ყველაფერი ითქვა, ისთვისა ვართ, რასაც ვაკეთებთ, რას ვაკეთებდით და რა არის ჩვენ წინაშე ამოცანი. ჩვენი ამოცანა ის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და იმისათვის, რომ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას და ქვეყანა გადასარჩენია იმ რეჟიმისაგან, რომელიც არის უსამართლო და ძალადობრივი. მეც სხვა მხრივ არ ვიტყვი ამ კუთხით, თვითონ დანარჩენზე ყველაფერზე ითქვა, აქ ქალბატონი შემოვიდა კიდევ ზარით, კიდევ იყო ერთი ბატონი, რომლებაც ეროვნულობის თემა წამოწიეს და მე მგონი ყველა ჩვენი ქმედება, ყველა ჩვენი გამოსვლა, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ჩვენს მიერ მიცემული ინტერვიუში ის აზრი გამოჩვიოდა, რაც ზუსტად ეხება საქართველოს ტრადიციებს, საქართველოს თვითყოფადობას, მის ეროვნულობას. ეს არის ჩვენი ძირითადი პრინციპი, ამისთვის ვართ ჩვენ ერთად და ამისთვის განვაგრძობთ ჩვენ ბრძოლას. მე მინდა დავარწმუნო ყველა მსმენელი, არა აქვს მნიშვნელობა ის ვის მხარეს იმყოფება, აქ ლაპარაკია მხოლოდ ერთი სურვილი, რომ ეს მხარე იყოს მიმართული მხოლოდ და მხოლოდ აი იმ რეჟიმის წინააღმდეგ. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი ყველა ნაბიჯი, რომელიც იქნება მიმართული და გადადგმული მომავალში იქნება მხოლოდ ამ კუთხით. არავის წინააღმდეგ არ იქნება დაპირისპირება, იქნება მიმართული და თუ ვინმეს მოუნდება შეჯერებული იყოს ეს ჩვენი ქმედებები ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ეს იქნება მიღებული სიამოვნებით. და კიდევ ერთი, ახლოვდება 26 მაისი. 26 მაისი ეს ჩვენთვის დაუვიწყარი იქნება ყოველთვის, იმიტომ რომ 26 მაისი იყო გაცილებით მძიმე, ვიდრე იყო 9 აპრილი და ვიდრე იყო 7 ნოემბერი. 9 აპრილი და 7 ნოემბერი გამჯდარია ხალხში და ვერ დაივიწყებს, მაგრამ 26 მაისის ირგვლივ მაინც ისმის კრიტიკა. არადა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის რომ დღეს რეალობა პოლიტიკური შეცვლილია, ვითარება შეცვლილია და დიდი ბრძოლა მიდის ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, სწორედ ჩვენ მიგვაჩნია, რომ 26 მაისი თავისი წვლილი შეიტანა. 26 მაისი მომავალში ყოველთვის იქნება ალბათ ადამიანების მეხსიერებაში, ისტორია თავის ადგილს მიუჩენს. მე მინდა ყველა სახელით, აქ ვინც ავართ, მადლობა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც 26 მაისი იდგა იქ ჩვენს გვერდით. ყველას მინდა ჩვენი, ასე ვთქვათ, კეთილგანწყობა შეუთვალო, ვინც დღეს ზიან დაპატიმრებულები არიან არაფლისთვის, ცრუ მოწმეების დაკითხვის შედეგად, რომლის ძირითადი პასუხი იყო არ ვიცი, ისა არ მახსოვს და ამის საფუძველზე მოსამართლე განაჩენს სისხლის სამართალზე უშვებდა ადამიანებს. არადა ეს ადამიანები მონაწილეობდნენ მხოლოდ მშვიდობიან აქციაში, რომელიც მათ მიღებული აქვს კონსტიტუციური უფლებებით. ამიტომ ჩვენ არ გვავიწყდებიან ისინი და გარდა მაგათ ჩვენ ვიცით პოლიტიკური პატიმრები კიდევ არიან და უკანონო პატიმრები უამრავია. ამ მცირე ქვეყანას უზარმაზარი რაოდენობის პატიმარი ყავს და ამიტომ ეს არის ყველას ტკივილი. და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ 26 მაისს ალბათ აუცილებლად აღვნიშნავთ, ხოლო რა ფორმით და როგორ ჯერ ჩვენ არ გადაგვიწყვეტია, მაგრამ ჩვენ ამაზე მსჯელობთ და როცა ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამის შესახებ ეცნობება ყველას. მეც არ ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ ამ ყველამ შეაჯერა თავისი მოსაზრება და შეიძლება ქალბატონო. კი ბატონო. მე ვნახე ნაციონალების ახალი ოფისი. ესენი არსად წასვლას არაპირებენ, ასე რომ გაერთიანებულ ფრონტს ალტერნატივა არ აქვს. გეთახმებით მაგაში. გაერთიანებული ოპოზიცია. იმედად მძიმე დანაშაულებია ამ რეჟიმს ჩადენილი, რომ მათ იციან
თუ დამოუკიდებელი სასამართლო იქნება, ამ დამოუკიდებელ სასამართლო ყველას თავისი ადგილი უნდა მიუჩიდეს იმის მიხედვით, რა სიმძიმის დანაშაულია ეს ადამიანი. რა თქმა უნდა, ლიჩინის წესი კი არ უნდა იყოს, უბრალოდ სამართლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს და თუ მოხდება სამართლიანობის აღდგენა, მაშინ დარწმუნებული ვიყოთ, რომ ქვეყნის აღშენებლობა აუცილებლად დაიწყება. დიდი მადლობა ქალბატონო ნონა, კიდევ ერთხელ ვინც გვისმენ და შევახსენებ, რომ კავსაძის ქუჩა ნომერი 7 არის სახალხო კრების ახალი ოფისი. მოგბრძანდით იქ ვისაუბროთ, იმიტომ რომ არის ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ყველაფერზე, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ზერელეთ განვიხილეთ რამდენიმე თემა, თორე უამრავი პრობლემა აქვს დღეს ჩვენ სამშობლოს და ამ პრობლემის გადაწყვეტა ჩვენს ხელში არის. ძალა ხალხშია, ძალა თქვენშია და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, სანამ არ მივიღებთ საბოლოო გამარჯვებამდე, სანამ არ მივარდა საბოლოო გამარჯვება არ არის ერთი ან ორი კაცის შეცვლა და რამდენიმე სკამის სხვა ჩაბარება სხვა პატრონზე. უნდა შეიცვალოს ყველაფერი და სახელმწიფომ უნდა დაიწყოს მშენებლობა, ადრე თუ გვიან ეს უნდა დავიწყოთ. და ამაში 1 და 2, 3 ადამიანი აქ ყველა მთელმა ერმა უნდა მოინდომოს ეს და რაც ბატონმა სოსომ ბძანა, რაც ყველა ჩვენმა გამოსულმა თქვა, რომ ეს არის ჩვენი აზრით ერთადერთი ხსნა, ერთადერთი გზა ხსნისა, რომ გაერთიანება ერთიანი სახალხო ოპოზიციური ფრონტი და ვინც ამას შემოერთდება, ჩვენ ყველას, რა თქმა უნდა, ვისაც უნდა ნამდვილი ბრძოლა და არა მეორე ადგილი და მესამე ადგილი, არამედ ბრძოლა და ბრძოლა გამარჯვებამდე. ეს არის სახალხო კრების დევიზი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.